ისევ შემწერ განცხადებას, ზარი გაწერია ფორმულარულად განცხადებას, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამდენჯერ იცექი, ესე იგი შენ ჯანმრთელობა არ გივარდა და შენ უნდა გადადგე. და ეს დავუდოთ რა საერთოდ ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, ამი დავამთავროთ თემა, შენ იგზი, ჩვენ იგზი. მე არ გავართულე სიტუაცია და გადავდეთ. ამის შემდეგ მე მიჭერენ, ვაკითხავ მეუღლეს სამსახურში მანქანით. და მეუღლე კი მევიდან ჩამოდის ისე, მომცვიდა ალბათ რამდენი კაცი, მე არ ვიცი, პოლიციის უფროსის მეთაურობით. და ვინ იყო პოლიციის უფროსი იყო კაგულია, დიდო კაგულია, შენგელია, დია. ესე იგი, რულთან BMW-ს რულზე იჯდა რომეო როგორია, კვანდალიანი, გამომძიებელი რომელიც იყო ამ საქმის. მოწმე იყო კახაბერ ყვარაცხელია და მოწმე იყო ზვიად ყობახიძე. მაგრამ კახაბერ ყვარაცხელია, რომელიც ჩემს მარცხნივ იჯდა, პოლიციის უფროსს ესე იგი წინახელი ქონდა დაკავებული, წინ იჯდა. წინახელი ქონდა დაკავებული და მკაჩავდა. ეს მანქანაში. ესენი ორივე ხელს მკაჩავდნენ. და ეს კახაბერ ყვარაცხელია მჩხვლიტავდა მარცხენა ფეხზე. რადგანაც იქ წამალი ვერ გამიკეთეს, პოლიციის უფროსმა შეუთავაზა ასეთი რამ. მარცხენა ფეხზე და მიკეთებდა წამალს. და მას შეურაცხყოფილი სიტყვებით მიმართავდი, რომ არ გაეკეთებია ეს საქმე. წამსულიყავით ტყეში, თუ გაგვეგზელებია საუბარი, თუ წამსულიყავით პოლიციის შენობაში და იქვე საუბარი. მე ვთქვი, რა თქმა უნდა, ეს პოლიციის უფროსმა დიმიტრი შენგელია. ამიყვანეს მესამე სართულზე. ძივარ. ბენები ვანახე. სუფთა, გატრიალებულია ყველაფერი აბსოლუტურად და ძივარ უკაცრავად ამ სიტყვაზე სართულის ამარა. თვითონ შენგელია. რომელმაც საკუთარი ხელით მიმაჯაჭვა სკამზე და საწყდებოდა ეს სამართლოში. პოლიციის სამართლოში მესამე სართულზე, რო ავდივარ სამართლოში მესამე სართულზე, ხელმარცხნივ ბოლო ოთახში ხელმარცხნივ ისიც. მიმაჯაჭვა იქა, პოლიციელები დამიყენა პისტოლეტებით. მომენტალურად ეს 12 კაცი არ დგას ამ პატარა ოთახში. ქრება შუქი, მეტაკებია, მბოჭავე და მიკეთებენ წამალს. ესე იგი, მუხლზემოთ. მე ვიგრძენი წამლის გაკეთება, მე ვიგრძენი რომ დამარტყეს შპრიცი, ძალიან ძლიერად დამარტყეს სხვადასხვა გამიკეთეს ის რაც მანქანაში ვერ გამიკეთეს და რამოდენიღა 5ჯერ დამარტყეს მანქანაში, მაგრამ ვერ შეძლეს მაინც გაკეთება წინააღმდეგობას უწევდი და ამას აქმინა უნიშნო კიდევ კრიმინალური პოლიციის უფროსის, ყოფილი უფროსის არ მახსოვს მისი გვარი და სახელი, რაში მაინტერესებდა კრიმინალური პოლიციის სახელი და თვითონ შენგელია უფროსი იყო. კრიმინალური პოლიციის უფროსი ვინც იყო, ის მონაწილეობდა და მონაწილეობდნენ კიდევ რამოდენიმე ადამიანი, რომელთა ამოცნობა მე შემიძლია. რომელთაც მე ამოვიცნობ ცოტა ხანში და მათ უნდა მიეზღოთ რა საგანგრისი იმისთვის, რადგანაც სრომბოცმეებად მათმა ფიცი დადენ, რომ ისინი სრომბოცმეები არ იყვნენ. აგრეთვე მინდა საჩივარი შევიტანო მოსამართლე თემურ გოგოხიაზე, რომელმაც არც კი მომისმინა, საერთოდ არ გაითვალისწინა ადვოკატების არჩენება, არც აქტი შედგენილა, არც მტკიცებულება, არაფერი არ იყო აბსოლუტურად. ეს საიდან შეითხრა. ამოვშდი უკვე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მე ამას აშკარად ვამტყობდი. უკვე გავხდი აგრესიული, მაგარი აგრესიული. შემდეგ დამშვიდდი, მე ვარ მომითხოვი ვალიდური, ამომიტანეს. დაბეღლავი ამომიტანეს, დაბეღლავი მოსვი, თუმცა ამაზეც უნდა მიმექცია ყურადღება გახსნილი იყო ეს დაბეღლავი. და დილის 6-ის ნახევარზე წამიყვანეს წყალწმიდის პოლიციაში და უთხარი დიდო მალადეც მე უთხარი. ძალიან კარგი ბიჭი ყოფილიყო მე უთხარი, ასე არ ასრულებ დაკვეთებს მე უთხარი. რადგანაც ხდება ახალგაზრდა გოგო ბიჭი და მე რამოდენიმეჯერ ვაკეთებ ესე იგი უკაცრავად და შამის ანალიზს. სიმართლე უნდა ითქვას. შემთხვევით მოხდა ისე რომ იმ საღამოს მორიგეობდა დროებით დაკავების იზოლატორში ჩემი მეგობრის შვილი, რომელმაც მთელი ღამის განმავლობაში მე მასვე ჩაი, ცხელი ჩაი, რომელმაც არ ვიცი როგორ იმოქმედა, მაგრამ გაანეიტრალა ეს.
დაადგნენ თავზე ამას იარაღით, მაშინდელი კრიმინალური პოლიციის უფროსი, თხოვდნენ აღიარებას, რომ აი კორუფციული სქემა იყო თუ არა ქალაქში საერთოდ და იდო თუ არა ეს კორუფციული სქემა და რაში მდგომარეობდა ეს კორუფციული სქემა და მქონდა თუ არა ვინმეზე ეჭვი და რაღაცა და მე არაფერში არ ვარ გარეული. და თვითონ კონდეთ ვინმეზე ეჭვი და რაიმე კონკრეტული აღიარებას გთხოვდნენ? ვინმეზე გასვლა უნდათ ანუ თქვენით აი მას გულისხმობთ? ვინც არ დაიჭირეს და თანამდებობაზე იყო, ალბათ მაგალითზე. ვინც თანამშრომლობდა პროკურატურაში. აი კონკრეტულად. არ ვიცი ეს არგეს პროკურატურამ და მაშინდელი ხელმძღვანელობა დაკითხოს. აი თქვენ თუ გეუბნებოდათ რომ რაღაცა კორუფციული სქემა არის, ჩვენ გვაქვს ეჭვი რომ ვიღაცა მონაწილეობდა და კონკრეტულად ამის დასახელებას არა, არა. მე მეუბნებოდა კონკრეტულად იმას თან დაკავშირებით, აი მიწებთან დაკავშირებით, მე რო კომისიაში შევქმნი და ყველაზე უპატიოსნესი ადამიანი, ვინც კი არსებობს ქალაქში, ის დამნიშნე იმ დროს საგრებულოში ვინც იყო, ის იყო თამაზ მაჩქორი. რომ რამე ეჭვი ვინმეს არ გაჩვენოდა. და მიწებთან დაკავშირებით რაც გთხოვდნენ? არაფერს, ფაქტიურად არაფერს. ანუ ისინი რამის ითხოვდნენ ამ მიწებთან? ითხოვდნენ რას, თვითონ უაყურირებდა ბიუჯეტს და მოითხოვდა რამეს. უა იყო ბიუჯეტის თავარი გამკარგავი ამ ქალაქში, რომელიც თვით როლანდ ახალაიას ატყუებდა. კონკრეტულად ვის უშლიდით ხელს ახლა მხოლოდ ის რომ რაღაცა სადღაც პროტესტი დააფიქსირეთ რაღაც კონკრეტულ საქმეზე, რამდენად ადგილობრივ მაფიას. კონკრეტულად ვინ არის ადგილობრივ მაფია? თავის დროზე ვიტყვი. თავის დროზე ვიტყვი, როდესაც მე პროკურორთან დავშდები. პროკურორთან დავშდები ადგილობრივ მაფიას. კი, დღესაც არიან შემორჩენილები, დღესაც დგანან ვითომ ქართული ოცნების გვერდით, მაგრამ დღესაც ცდილობენ რომ თავიანთი ხალხი შეტანონ ქართულ ოცნებაში. თქვენ დაკავების დროს იყო საუბარი, რომ თქვენ პირადად მხარის გუბერნატორს და კონკრეტულ მაღალჩინოსნებს თხოვდით კონკრეტულ ბიზნესებში, ასე ვთქვათ, ჩადგომას და თქვენ ითხოვდით ბიზნესმენებისაგან წილს. რაც გახდა თქვენი დაკავების ერთ-ერთი საფუძველი. მე და ზაზა გოროზიას ამ თემას საუბარიც კი არ შეგონია. ზაზა გოროზია იყო საუბარი თქვენ თუნდაც ადგილობრივ ბიზნესმენებს თხოვდით რაღაცა წილში ჩაჯდომას, რამაც გამოიწვია ხელისუფლების მაღალჩინოსნების გაღიზიანება. თვითონ ის წელში. მე არ. და პირველი დაპირისპირება დაიწყო აქედან. ქალაქისა და რაიონების საკრებულო თავმჯდომარეები და მერები რომ დაიბალეს დაგამლებებლები თბილისში. დაიწყო ჩვენი ბიუჯეტის განხილვა. პირველი აჟიოტაჟი დაიწყო იქიდან, რომ მე ჩასმული მქონდა, მე კი არა საკრებულო ჩასმული მქონდა, აქ იხილავდა მას რა ქვია, ვინ არის აქ პარტიის მაღალჩინოსნები, კუბლაშვილი, ამ პროცესში იყო ბიუჯეტის არჩევაში ჩართული, იგივე ჯეოსერის საქმესთან დაკავებული ვინც გახდათ, ეროვნული ბანკის დღევანდელი მმართველი, ესენი ყველანი ისმენ აქ და პროტესტი პირველი ჩემი გამოიწვია იმან, რომ სამეგრელოსთვის და საქართველოსთვის საერთოდ ესეთი გამორჩეული ფიგურა ვინც კი არსებობდა, ეს გახდა თავის დროზე ლოდვარი ბატონი ანცელსონებული რა თქმა უნდა ზუგულოლუა, ამის აღმოსვენების რემონტისთვის გამოვყევით თუ არ ცდები 8000 ლარი. პირდაპირი წესით წარმოიდგინე ამდენი ქალაქის და ამდენი რაიონის გამგებელი, მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები, პარლამენტარები და დაცინვის წესით ჩაფიძიდან იმ დღეს ვიყავი გამოწერილი. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრიდან იმ დღეს ვიყავი გამოწერილი. და წარმოგიდგენთ მე თათბირზე მივედი მაინც იქ. ზუგუ, ასე დაცინვა დამიწყეს. პირდაპირ ასე დაცინვა დამიწყეს ზუგუ. მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ზუგულოლუას გამოაცხადა ეს იგი, მე უკვე პირდაპირ ასე დაცინვა დამიწყეს ზუგუ. მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ზუგულოლუას გამოაცხადა ეს იგი, მე უკვე ის თაფა გაიზარდა, იმიტომ რომ ზუგუ უკვე მათთვის თვალსაჩინო გახდა, იმიტომ რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ ზუგუ ჩაატარეს ხופში არ ტარდებოდა? არა, მე გულისხმობ რემონტი ჩაუტარდა. აი იმ წელს არა. იმ წელს არ ჩაუტარდა, ის თავზე დამახიეს მე, ის ამოვარდა იმ წელს. შემოსვლები ეს ბიუჯეტი და ყველა დაპირისპირება დაიწყო აქედან. მე რამოდენიმეჯერ გამავთხრილეს, რომ მე გავშერებული ვიყავ. რამოდენიმეჯერ გამავთხრილეს.
მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რომ ძუკულოლუას არა, ამას მოყვა კიდევ რაღაც ჩემი პროტესტები, რა თქმა უნდა, შიდა პროტესტი იყო. რაღაცა ბიუჯეტის დაგეგმვაში ერეოდნენ და ყველაფერში ერეოდნენ, აბსოლუტურად ყველაფერში ერეოდნენ. საკადროდან დაწყებული ყველაფერში ერეოდნენ. აბსოლუტურად ყველაფერში აი, ერეოდნენ. მე ვთქვი, რომ თავიდან დაპირისპირება წამოვიდა. ნაპერწკალი ეს იყო. ხო, ბიუჯეტი. ნაპერწკიდან აინთო ცეცხლი. ნახე რომ ბევრი დაიჭირეს უსამართლოდ ხედავ და შენ ხარ საგრებულოს თავმჯდომარე, შენ წარმოადგენ ქალაქს და შენ ხმას ვერ იღებ და პროკურორი მართავს ქალაქს. რაღაც კლანთან ერთად. ვიღაც კლანთან ერთად, რომელიც კლანი ყოველთვის უსისინებს, რომ ეს კაცი მოსაშორებელია ამ ქალაქს. მოსაშორებელია ამ ქალაქს. რა თქმა უნდა, მქონდა შეხვედრები და მე ვამტკიცებდი ყოველთვის, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მე მიმარებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შენ უნდა გაჩერდე. ბევრს ვსტუმავ. ძალიან ბევრს ვსტუმავ. ჩემი განთავისუფლება მოხდა. პროტესტი იყო რეჟიმის მიმართ. რეჟიმის მიმართ იყო პროტესტი. რაში გამოხატავთ მაინტერესებს პროტესტი? შიდა საუბრებში, როდესაც პარტიის საუბრები მიდიოდა თბილისში ცენტრალურ ოფისში, რომ უნდა შეწყდნენ აფიქსირები, ღიად აფიქსირები. ღიადმა დაფიქსირებული იგივე პროკურატურის თავხედობა, ღიადმა პროკურატურის თავხედობა დაფიქსირებული. ერდილი თუ დგები და ვხედავ, რომ სარეკლამო შიტების უზარმაზარი ბოძებია დაგებული ქალაქში. და მეკითხები სამსახურის უფროს, ვინ გააკეთა ეს? მერმა მიბრძანა მეუბნება. რას ქვია გიბრძანა ბიუჯეტში არ დევს და რას ქვია გიბრძანა. ხელი არა მოწერილი. ჩვენ უნდა გავიაროთ საკრებულოში ეს ყველაფერი და დავიწყე მის მოჭრა. ეს ყოფილა ვიღაც მაღალჩინოსნის კიდევ, ამის უკან ვიღაც იყო სარეკლამო დაფები. კონკრეტულად მე ვფიქრობ, რომ ადეიშვილის კლანის. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ადეიშვილისგან წამოვიდა პროკურატურა, იყო ადეიშვილის და მე პროკურატურამ დავადავა, მე არც დაუკავები ვარ თანხების გაფლანგვაზე, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე, არც მიწების მიტაცებაზე დაუჭერი ვარ არავის. ამბობთ, რომ პროკურატურამ დამიბარავი დაკავებამდე ხუხუამ. ხუხუამ დამიბარა და მეუბნება, რომ შენ უნდა გადადგეო. უკეთეს იქნება, შენ თუ წახვალო. მე ვთქვი, პრობლემა არა, მე წავალ, მაგრამ მიზეზი მითხარი მე. მიზეზი ესაა, რომ უნდა წახვიდეო. და ამას რომ მეუბნება, იქნებ მეორე ოთახში შეგეხედავ მეუბნება. ვდგები, შევდივარ მეორე ოთახში და ვხედავ, რომ ჩემ მეუღლეს ის დაკითხვაზე. თქვენ წარმოგიდგენიათ მე რა დამემართებოდა? და რასთან დაკავშირებით? რასთან დაკავშირებით ახლავე მოგახსენეთ მე. ქუთაისში რომ ვიცექი, ჩემ მეუღლეს განცხადება არ დაუწერია ფულის მოთხოვნაზე, რომ ბიუჯეტიდან ფული გამორიცხულიყო და ჩემი მეუღლე ამტკიცებდა, რომ ფული ჩემს მიერ განცხადება ჩემს მიერ არ არის დაწერილი, განცხადება არის სხვა ვიღაცის მიერ დაწერილი, ხარი. ხო არსებობს რაღაც ასკოლოსკოპიური ანალიზი, შეამოწმეთო ნინოს ხელმოწერა, ხელწერა და სხვა ადამიანის ხელმოწერა თუ არამედ ეს არ გააკეთეს, ეს აძლევს ეს საბუთები. ეს იყო გაკეთებული იმ დროს სამსახურის უფროსის სევერიან შეგელიას დაკვეთით, რომელიც მან დააწერია მის მოადგილე მე სასამართლოზე აღიარა, რომ მან დაწერა ეს განცხადება და მაკას არანდიამ დაწერა ეს განცხადება და არა ნინო მირწყულავა. ჩვენ მოვითხოვეთ ამასა და მე ვუთხარ დინიკო გაუშვი და მე გადავდგები მე ვუთხარ. ნინო ციტუსასვე გაუშვეს. მე ვნახე რომ ჩემი მეუღლე ჩაბრძანა პროკურატურის შენობა დატოვა და მე ვუთხარი მე მოვიწვევ საკრებულოს. ჯერ უნდა გამეუქმებია ჩემთვის საკრებულოს როგორც თავმჯდომარის სტატუსი და შემდეგ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სტატუსი. მათ ისიც კი არ უნდათ რომ მე საკრებულოში დამშენილიყავ, იმდენად საშიში პიროვნება აღმოჩნდი მე მათთვის. მე ამი დამთავრდაო, მე შენ არ დაგიჭერო. დასაჭერე რა მაქ ლევან მეთქი. მიწები მაქვს მიტაცებული, ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის ერთი წერტილი მაინც მომიტანეთ, მე ვუთხარი, ერთი 100 მაინც მანახეთ. ერთი რამე ნაჯღაბნი რომ მე სადმე რაღაცა მითვისებული მაქვს. კი ბატონო, მე მაგაზე ვაგებ პასუხს ვერ. მე დღეს უკვე გავხდი როგორ იცი, სადაც მიხდებოდა ყოფნა, ყველგან ვაცხადებდი ჩემ გმა პროტესტს. იმის გულისთვის კი არა რომ სამსახურიდან დავთავისუფლდი. მოკლედ, მაგაზე, ანუ ამის არა, უყურე რა ხდება? თემა იწყება ამით, უყურე, თემა იწყება ამით, ვითომ იწყება თემა ამით. უკანონო გადარიცხვით. შემდეგ თემა თავდება, მე გადავდექი, მიჭერენ წამალზე, ვითომ წამალზე.